ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი გია როინიშვილი. გია ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. თქვენ გამონახეთ დრო. იცით რა არის? შეხვედროდით ერთად. ხო, პირველად ხართ ჩემთან მეგონის გადაცემაში სტუმრად, ხო? პირველად ხარ და მე ახლა გეტყვით რომ მოკლედ ცოტა რომ აი დაწყნარებული რო იქნებოდა ეს ქვეყანა, მაშინ მინდოდა რომ მომეწვიეთ. ესე იგი ამიტომ გაეჩემს მოწვევა. არა, ხო, მაგრამ ისე ხო და ამიტომ გამეწელა რა ცოტა. ახლა დღესაც ახლა არა ვარ დალხენთ, მაგრამ ხო არ გავიდე და ხო დაწყნარდება მე ხო არ მოვიდე. მე ხوار შემოყვიდეთ. ხო და ამიტომ ცოტა გაიწელა რა გია რა. გასაგებია. პატიეთ რა. მე მაპატიე ჩემბრალი არ არის. ჩემბრალი არ არის. არ ჩემია. რა თქვენი. ხო როგორ ხართ? როგორ ვარ? ბედნიერი. ბედნიერი. ბედნიერი როგორ მოგიყვები ახლა და რატომ? აი მოგეტყვი. ესე იგი, რამოდენიმე დღის წინ ტელევიზორს უყურებ, ხედავ, არ ვიცოდი ეს ამბავი გესმის, ტელევიზორით გავიგე, ხედავ, რომ ძალიან დიდი რიგი დგას იმაში, რა ქვია, რუსთავში აი ეს მომსახურების სააგენტოში. მომსახურების სააგენტოში მანქანების ნომრები გამოსასვლელი. ვაი, დამარტყა თავში რომ ჩემი ნომერიც გამოსასვლელი მაქვს. ხედავ 400 კაციანი რიგია თუ 500 კაცი რაღაცა და პანდემია რაღაცა ეს აფარებული სულ ყველა ვიღაცას არა გაბოროტებული ხალხი თვალებით რაღაცა ვაიმე მეთქი ფიქრობ ეხლა რა ვქნა რაღაცა და ჩემ მეგობართან ერთად ვიჯექი რა ვქნათ მე და კაცო აპლიკაცია არისო კიდე ორო შეგლიაო არიქა მეთქი რაღაცა ვქნათ და ნუ შევიდე ვაი არისო არა რა ნომერი გინდა რაც არის ოღონდ მოვასწრო მეოთხარი და რაც რაღაცა ნომერი და რაღაცა ნომერი ეს გაწყობ კი მეოთხე ავიღეთ 70 ლარი უნდა გადაიხადო ვიხდი მეოთხარი 70 კი არა აუცილებლად რომ პირველ ეხა 60 დღეში ესე იგი მანქანით ვეღარული აუცილებლად მეთქი რა იმ წუთში ესეო გადახტილია ეგრევე მიაქვს ხო იცი რა პაუზა არ არის გადმორიცხვაზეა პაუზა გადარიცხვაზეა ხო და ეგრევე წაიღო და გადავიხადე ეს ყველაფერი ნუ ბედნიერი ვარ უკვე იმ დღეს ეხა 3 დღე ველოდე 4 დღის მერე მობრძანდითო დაიწერა იქ აპლიკაციაზე ველოდები ეს 4 დღეა და წავედი მივედი აქ ქავთარაძეზე შევედი ესე იგი ნუ მანქანები გავსებული ხალხით შიგნით ეზო ნომრებით იდგნენ რიგში არიქა რა ვიკითხე მორიდებით მეოთხე ხო არ არის მზადმეტი არისო ეს და ეს ნომერი და პასპორტი რო ვაჩვენ კი ბატონო იმ წუთში გამოცვალეს მომცეს ეს ნომერი ნუ კიდე ახლა ბედნიერება მიმატებს ხო და ის მეთქი უკანა მხარეს მჭირდება მეთქი კიდე კვადრატი ისა ოთხკუთხედი ნომრები რა წინ ჩემ მანქანას ესე კიო გვაქო ჩვენო 2 წელი მაგრამ ეს თუ კვადრატი გჭირდება თუ 35 ლარი უნდა დაამატოთო მეოთხარი აუცილებლად წავიდე რომ აი ეგერ ბანკში მებზანდითო მივედი ლიბერტი ბანკია გადავიხადე უცებ რაღაცა ესე ძალიან სწრაფად და ყველა ღიმილით არის ხო იცი ეს იმადი ოგენი აი ეს თვალებით გიყურებენ წადით იქ მომზად აკეთ მივიდა აბსოლუტურად მეც ასე ნუ ბედნიერი ვარ ყველა მიღიმის კაცო ეხლა მობზანდითო ეხლაო მინდა 9 საათი დაჭირდება რომ დაამზადონო ეს წავედი მეორე იმაში გადადიდო ავიღე ეს ყველაფერი მივდივარ რომ ეს კვადრატი ნომერი ავიღო მივედი 9 საათმა ველოდო ეხლა ტკ და დიახ მითხრეს მივაწოდე ეს ყველაფერი ეხლა მითხრეს ტკ დახურეს დაითვალე 5-მდე 1 2 3 4 5 ტკ გაიღო მზად არის თქვენი ისო მომცეს რის 9 საათი ვაიმე მეოთხე აბაო და გახურეს ესე წამოვედი ეხლა მივედი და ამ ბიჭთან მივედი რომელიც სulis და 1-15 კაცი ადგას რიგში დგან ნომრებით რომ ნომრებს იგიხენებ ნომრებით ხო რომ ვინც აყენებს იმ ნომრებს და მეოთხარით ისა კი ბატონო და დავდივართ მანქანებს შორის სადაც წავა ეს ბიჭი მივყვებით ეს 10 კაცი 5 კაცი რაღაცა რომ შემდეგი მე ვარ რიგში და მეოთხარი რომ წავიდე მანქანაში და არა დამავიწყდებიო იდექიდან და მზდიეო და დავდი რა ესე დავდი ყველა მანქანა მოვიარეთ როგორ ვისწავლე ეს დაყენე ბოლოს როგორ ხდებოდა კაი დრელი აქვს ხო იცი რგა მივედი ეს დააყენეს ყველაფერი 5 წუთში 10 წუთში რაღაცა და გამოვიდა ბედნიერი ვარ მოვდივარ ბედნიერი ვარ გზაში მოვდივარ და უცებ და გავაჩერე მანქანა ნომრებს შევხედო ხა რა ნომრები ავიღე რა რომ რაღაცა იქ ისე ვიყავით გადმოვედი ხედა უყურებ და უცებ ფიქრობ ჩემოვანო გამძარცვეს და მე ბედნიერი რამდენი გადაიყანე სულ 110 ლარი გადაიყანე და მაინც ბედნიერი და მე რა ვფიქრობ მე თუ ახლა ამითი ჩემს სამშობლოს შევეწევი
ხო. რომ ევროპული ქვეყანა ვიყო, ჯანდაბას შევებული. ანუ ეგ რა მაგარი პრობლემა. ხო, მაგრამ ნუ რავი. ასათი და გაგაძრეს მაგრამ ბედნიერი ხარ. აი ეგ არის კი. მივთვით ჩვენი გამაგრებელი სასწაული. დიდი მადლობა. ესე იგი რა უნდა კითხოთ, იცი? ხა, ნუ ძალიან უცნაური ამბავზე მინდა კითხოთ, რომ ახლა კულტურაში ძალიან რაღაცეები არის, ახალი სიახლეებია ეს სფეროში, ხო და რამე განსხვავებული აზრი ხომ არა გაქვს? რამე ისეთი განსხვავებული აზრი წოდეთ რა. ვისგან განსხვავებული აზრი, საკითხავი აი ეს. ზოგადად აი განსხვავებული აზრი. იცი რა, ხელოვნებას თუ კარგად შევხედავთ, მთლიანად განსხვავებული აზრია. თუ ხელოვნებაში განსხვავებული სიტყვა, განსხვავებული აზრი, განსხვავებული აზრიდან მოდის მაინც ყველაფერი და განსხვავებული არ არსებობს თვითონ შემოქმედება, ის შემოქმედება არ არის, ხო, სწორია. ამიტომ ჩვენ სანამ გვაქვს პრეტენზია რომ ვიყოთ რაღაცა არტისტები, ასე ვთქვათ, ანუ ხელოვნების შემქმნელები, მანამდე განსხვავებული აზრი გვექნება. და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს. ვერა გაქვთ კარგად საქმე. ჩვენ სახელმწიფო ამაში ჩვენ სახელმწიფო ამაში გვიხდის ზუსტად ფულს, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გქონდა. ხო და არა, იმიტომ რომ სახელმწიფო კი არა, სახელმწიფო ვიღაც გონი, ჩვენი ხალხი გვიხდის ამაში ფულს და ასე რომ ჩვენ ვალდებულებიც ვართ, რომ განსხვავებული აზრი გქონდეს და ასე მივაწოდოთ განსხვავებული ფორმით და განსხვავებული აზრი, განსხვავებული ფორმით მივაწოდოთ მაყურებელს. ხო, მე ხარ მე ისე დაგისვეში, მე არ მithქვავს, რომ რამე ასეთი პოლიტიკური რაღაცა უნდა ხო, შენი ხო აპოლიტიკური გადაცემა არა, არა, ჯერა შენ, არა, ჯერა. ხო, არაფერი არ მithქვავს. მე ვთქვი ისე, რომ განსხვავებული აზრი ხომ არა გაქვს. ხო, ჩვენ ხო მესმის. ნაპოლეონის ისტორია იცი შენ? არა. ლეგენდაა, მაგრამ ისეთი ზანა. ნაპოლეონი უკვე იმპერატორია, ეს ნახევარი მსოფლიო უკვე დაპყრობილი აქვს რა. ხო. და ნუ ისეა, რა. მაგრად დგას. ნაპოლეონი. ხო. და უთხრეს, რომ სამეფო თეატრიო, პარიზში. ხო. რაღაცა არეულობაა დაშიო შიგნით. კონფლიქტიაო რა. ხო და ნუ გაუშვა კულტურის მინისტრი, ნუ 1-3 დღე იარა ამ კულტურის მინისტრმა, მოვიდა ვერაფერი ვერ გავახერხა. არაფერი შენ არ იციო, მე შევალ თეატრში და ყველაფერს გადავწყვიტავ. აი ახლა იმპერატორი ნაპოლეონმა და შეუშვეს თეატრში, შევიდა 2 დღე დადიოდა დასთან შეხვედრებს. ფასილიტატორი იყო ფაქტობრივად. ხო, ფასილიტატორი იყო, მედიატორი. ხო, მედიატორი. ხო. და 2 დღის მერე მოდის ნაპოლეონი და ახლა უყურებენ რა როგორ არის საქმე უკითხა მინისტრმა და სხვებმაც. რამე ახალი ქვეყანა მომიძებრეთ რომ დავიპყრო ამათი გიჟი დედაცვაზე. ვერ მოაგვარა. ეგრეა ხო? აი ეს არის ხოლმე ხო? ამიტომ ეს არის თეატრი და საერთოდ ხელოვნების ხალხთან საუბარი არის რთული. მათთან ჯობია იყო კარგ დამოკიდებულებაში ხო ყოველთვის. მე მაქვს ერთი ესე ხა რეგულაციები, ეს კორონას რეგულაციები სპექტაკლებზე აი როგორ შეგიხოთ, აი როგორი რა არის ახლა ახალი, ანუ რა უნდა დაიცვას მაყურებელმა და ეს მეც ესე რო გადავხდი. არ არის რამე ესეთი. აი გეტყვი ახლა. გადებული. რაც ვიცი რომ 1 საათი თუ საათნახევარი უნდა მიდიოდეს სპექტაკლი, ნუ შეიძლება 2 საათნახევარიც, მაგრამ შესვენება არ უნდა იყოს შუაში. ანუ შენ რომ მოხვალ და მე და შენ რომ მივალ თეატრში, მაყურებლები როგორც მაყურებთ, დავსხდებით და უყურებთ უწყვეტად 2 საათნახევარი უნდა უყუროთ. 3 საათზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს. ჩერდება 3 საათის მერე. 3 საათის მერე თუ დეზდემონდა დასახჭობია ვეღარ ახ ვერ მიდიხარ იქამდე, ცხვირსახოცთან წერდება, ავდება. კაი. კიდე რამე არის, აი მაგალითად ევროპულ თეატრებში. ხო, ევროპულ თეატრებში ახლა წავიკითხე ესეც, რომ მაგალითად აი ბრაოს ზახილი აკრძალეს. აქ ჯერ აქ ბრაოს ყვირია როგორ არა ქართველები ემოციური მაყურებელია და ყვირის, მაგრამ ჯერ არ გახსილა თეატრები და იქ დაიწყეს და შედით ოღონდ ბრაო არ დაეძახოთ. ნუ ახლა ბრაო არ დაიძახო, კი ბატონო. ნუ ტაშზე არ ვიცით, შეიძლება დაბალი ტაში, მაღალი ტაში. იმიტომ ჰაერის ნაკადს. ჰაერის ნაკადი ხო, დაარტყმა. ხო, გააჩნია ტაშსაც. ხო, ვინ უკრავს, როგორ უკრავს, სად უკრავს და ასე შემდეგ. ანუ მაყურებელი მოდის უბრალოდ ჯდება, ჩუმად გიყურებს, დგება და მიდის. ასე ვიცით პროტოკოლი.
რა იქნება არ ვიცი. დავაგანეთ ზის ეს თუმა რეაქციასავით აი შეიძლება ემოციაც აიქცავს. აი ხო, ნუ არა პირბადე თუ ეკნება არ ვიცი, ნუ ნახოთ. თავარია რომ დაიწყო ეს ყველაფერი და ღმერთმა ქნას რომ ხო არა მე გავიგე რომ კოკოც მუშაობს ახლა კოკო კოკო აი დღეს კი არა გუშინ მქონდა პრემიერა მე მგონი დღესაც აქ და ეხლა იწყებს ახალ სპექტაკლს კიდევ ასე როგორც რეჟისორი თუმანიშვილის კი თუ სად თუმანიშვილის თეატრში ხო და მე საოცარი რამე მოხდა რა ესე იგი მე საერთოდ მიმუშავია ახალგაზრდა რეჟისორებთან და მოგცა როლი შვილმა თუ არა კი ხوار გაქცია გვერდში ხوار გაქცია კი რაღაც ესეთი სერიოზული საინტერესო რამ შემომთავაზა და ეხლა აპირებს რომ ჩემთან და სხვა მსახიობებთან ერთად რაღაც გაკეთდეს თუმანიშვილის თეატრში ეს არის ვუდი ალენის მოთხრობის მიხედვით საინტერესოა ხო ნოველა მისი და იმასთან გააინსცენირა ასე ვთქვა და ნახოთ რა გამოვა. საინტერესო წარმატებებს უსურვებ. მადლობა. მე მინდა ერთი თემა შევეხო, ალბათ თამრიკო ჭოხონელიძე იყო ამას წინ და ჩვენთან გადაცემაში, ალბათ უყურეთ იმ გადაცემას, ამ ბევრი საინტერესო ამბავი მოყვა თავის თავზე რა. ეს იყო ეს თავის დაბნეულობებთან დაკავშირებით. მანქანასთან ურთიერთობა. ხო, მანქანასთან ურთიერთობა, ეს დაბნეულობა და ასე შემდეგ. აი, ნუ ეხლა თქვენი გადმოსახედი მე მახსენდება, აი ესა ძველი დრო იყო, გაი იყო მაშინ რა. ავტოინსპექცია ასე ერქვა და მაშინ რაღაცა ესეთი ხო იცი ის პერიოდი როცა ბლატები ჭრის რა არის ხა რაღაცა იქით აფულსაც მიცემა მაგრამ მე ჩემთვის ფული მაშინ არ გამოურთმევიათ ნუ გწნობდნენ ხა რა ხო და ერთხელ მირეკავს რომ ისო ნომრებიო წაიღესო მაშინ ნომრები მიქონდათ აი ეს ნომრები იმა ხსნიდა მიქონდა მე რომ მიგეკითხა იმიტომ რომ მე გაგაჩერებ კიდე დაგაჯანიმებდნენ და ნომრები წაიღესო. ნუ მივედი ერთხელ გამოვატანინე. მე მეორეჯერ კიდე და გავიდა ერთი კვირა. თან ვიწრო შოლედი იყო ცოტა ისე. ერთი კვირიანი? არა, ერთი კვირა ბევრი თქვი. ნომრები წაიღესო კიდე, ნუ კიდე მივედი. ერთ და იგივე ადგილას მივდივარ თან იქ მახსოვს ყაზბეგზე იყო ეს ყველაფერი. მივედი ნომრები გვინდა რაღაც თუ შეიძლება ბოდიშებით ენა. გამოგვატანეს მეორეჯერ აღარ. მესამეჯერ გია რა ვქნა ეს ნომრები კიდე მესამეჯერ. ხო და კიდე გამოვატანინე და მეოთხეჯერ რომ მირეკავ სადახარ მოდიო რაღაც დამემართა გული გამისკდა მე თქვი რაღაცა მოხდა. მე ტელეფონში ვეღარ მეუბნება ამ ნომრებს და მივედი და რა მოხდა მეთქი და ნომრები ისე ტელეფონში და ნუ ნომრები წაიღესო. აი არ არის თან მეჩქურება რომ აი ნომრები არ არის. ხო და უყურებ ხა და ძალიან გავბრაზდი. შევდივარ და წამოდგნენ კიდე მე რო დამინა მეოთხეჯერ ხედავი რომ შევდივარ და გამარჯობათ მე და ფიქრობ გზაში რა უთხრა ეხლა მეოთხეჯერ რომ გამომატანონ ეს აი რა ჯანდაბა უნდა უთხრა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ხო და წამოდგა ეს ინსპექტორი და რა მოხდაო ბატონო გიო არაფერი მეოთხარი აი ეს დაიტოვეთ და ნომრები გამატანეთ აღარ შეგვიძლია ნომერი ეს დაიტოვეთ და ნომრები გა ანუ რა დარღვევები ქონდა აი რას ანუ რასად გაჩერება რაც გინდა ანუ არ ვიცი ყველანაირი ალბათ ყველანაირი მე ამ დარღვევებს არ ვესწრებოდი ხოლმე გვიანამდე როცა დარღვეული იყო მაგრამ ის იყო კიდე ერთი აი მაგალითად სხვის მანქანაში რო ხშირად ჩამჯდარა ხო აი შენი მანქანა აი ხო თვითონ ხო მოგიყვა ეგ ისტორია ხო მე ამას ხედავდი შორიდან ძალიან შვიდად უყურებდი როგორ ჯდებოდა სხვის მანქანაში ეს ისტორია უყურებდი ძალიან კარგად კაი ხას გაჩერდა ხო იცი მე წასვლა დავაპირე და გააწამოვიდა აკეთ ჩაჯდა ესე ლატარია ხო არ გიყიდია მე და არაო მეთქე ის ლატარიას ყიდა ეს მანქანა და ლატარიას ყიდა ხო დედა ეს რა დამემართაო მოკლედ მაგრამ აი ეს მანქანასთან ურთიერთობა საოცარი ამას წინათ კაცო მე რაღაცაზე ვფიქრობდი მე ჩავდივარ ჩემს თუ დავიждდი მანქანაში რაღაცა და ფიქრებში ვარ წასული რა და რაღაცაზე ვფიქრობ ეს როგორ იქნება ის როგორ გავაკეთო ის რა რაღაცას რაღაცა და გამოვედი ხა უკან ისე მიყენებული პროცესიდან და უყურებ ბიჭო ხედავ ეს ჩემი მანქანა დგას უკანა მხარეს საბარგულზე ხო აი ესეთ ზოლები აქვს ეს რაღაცა აი ესე ამოკორტნილი საბაგულზე თან მიჯრით. აი ესე რომ ამოფხაჭნილი ძალიან სემ თელ იმაზე რა ქვია.
გაყოლებაზე. არა, უკან. საბარგულის გაყოლება და უყურებ, ჩემ მანქანა რა. ვინქნა გავიხედე მე ვინ არის ეს ვინ ძალით გააკეთა ვიღაცა. რა ჯანდაბა. სად მივიყვანო ფიქრობ გასაკეთებლად რაღაცა. აზე არა ვარ. სადა ვარ ჩემ მანქანაში ვზივ თურმე მეზობლის მანქანა დგას. იგივე დაგებართა. ჩემ მანქანაში ვიჯექი რომ იგივენაირ მანქანას უყურებ. ეს იმეს რა უკრათ. კი ერთი ამბავი რა თქმა უნდა ეს ახალისო იყო ახალ წელზე რომ მოყვათ ამრიგო პიანოზე რომ უკრა ზოგადად გიყვართ ხო ახალი წლის ისე გრანდიოზულად აღნიშნვა ანუ რავი გრანდიოზულად რა ეხლა რაღა იყო დრო ეხლა აღარ არის ეგ არა ეხლა ვართ კაც каранტინში ესე იგი მთელი საქართველოს და არსად არ მისულოთ და არ მოსულა არავინ და არაფერი ამ წელს მაგრამ ნუ 90-იან წლების ამბავს გეტყვი ახალი წელია დიდი თოვლი მოვიდა იმ დღეს თბილისში რა ხო და მივდივართ ერთი მეგობარი მყავს ოთარ ეგაძე რეჟისორი რომელსაც როლაპარაკობს ცოტა ენა ებმევა ხო ენა მე ზოგადად გიждები ის აი ჯერ ძალიან საყვარლები არიან ვისაც ენა ებმება აი რაღაცა ერთად ნუ უზარმაზარ პატივს ემხოლმე და რაღაცა სხვანაირი განწყობა მაქვს რა ამათ მიმართ ძალიან საყვარლები არიან რა და კაი ღიმილი რო აქვს ხო იცი კაც აი ისე უწოს ხოლმე და ნუ ოთარი ხა ძალიან მიყვარს და წავედით ოჯახით მივდივარ პატარები არიან კოკო მარიამი წავედით ყველა მთლიანად მივედით გახშლილი სუფრა დილის პირველი საათი იმიტომ მე კიდე ორ პურმარილზე უნდა მივიდე ანუ შემოვლაზე ვართ რა 2 იანვარი ბედობაა რა ხოდა რომ დაგვებედე უნდა მივიდე მეგობრებთან და ოთარმა იფიქრა ხა გიასთან მივდივარ სახში გია არის თამადა ნუ იმასთან მივდივარ ის არის თამადა იმასთან ჩემო ოჯახში მე უნდა ვიყო თამადა ლოგიკურია ხო და ნუ დაждდა ხა სუფრის თავში და დიდი მაგი და რაღაცა და იქით კარებია იქ პირდაპირ შემოსასვლელი შედვართ ხა დავიდა ხეიფი და ოთარი წამოდგა აი ოჭიქა და აბა გი ლოცავთ ახალ წელსო ვიქრა მე ნერი იყავითო ახარებულიო ამარჯვებულიო და ყვე და ლაპარაკი უყვარს ამარჯვებული იყავითო გახარებული იყავითო უყვარს ლაპარაკი და გახდა ორის ნახევარი გავუმარჯვე და დავლიეთ ხა გადის კიდე რაღაც დრო კიდე წამოდგა მე შემდეგი მეთხე რაღაცა არა მე ვარ თამადა არანაირი დემოკრატია მე უნდა ვთქვა პირველიო და ნუ და თქვა მეორე უცებ იღება კარი იღება და აი ცოტა კარბუქი იყო რა შემოდის ეს თეთრი ფანტელები თოვლი და იჩიტება შავი კაცი შავი ანუ გამაზული რაღაცა ხო სპეცტანსაცმელი აცვია რაღაცა სახშია რა ეთქვა კაცი მუშაობს რა და შემოვიდა და გამარჯობათო ოთარმა და აი მეზობელია ვაიმეო შემოდი ვიკეიფოთო რა არა მეჩქარებაო რა მანქანას ვაკეთებოდა ლურსმანი ხო არა და იმანკით რა დროს ლურსმანია დავლიოთ ვარიანტი არ არის წერ შემოვალ და ლურსმანი ჭირდება თუ ძმახარ მათხო დედას გაფიცებ შემოდი ახალი წელია რა ჩვენ ვეხვეთე შემოდი ცივაკთ ხო რა შემოვიდა დაჯდა სამსაკლია 10 წუთი ოთარი იტყვის სადღეგრძელოს გაგვიმარჯოს სულ ყველასო და ალაბერტს გადადის ამ კაცს ურვალი დამთავრდა საღამოს 9-ის ნახევარზე აბსოლუტურად ფრიზერ წამოვედი მადლობა ოთარ სამისთვის ეს ფაქტია ფრიზდება მაგრამ ძალიან კაი დრო ვატარეთ ხო ზოგადად აი 90-იან წლების თეატრზე ვისაუბროთ ხო აი 90 როგორ ირჩენდით თავს ახლა მაშინ ხო ზოგადად ყველა მაშინ ლარი იყო მაშინ იყო ლარი და სამი ხო ეგრე ხო თქვენ ახალგაზრდები ხართ ეგ დრო არ გახსოვთ როგორ არ მახსოვს ლარი და სამი ოღონდ ხელფასი გქონდა 20 ლარი და 3 თეთრი მაგრამ მაშინ გასტროლები რეალ საზღვარგარეთ არ გქონდათ უფრო შიდა საზღვარგარეთ გქონდა ის აი
უფრო ადრე 90-იანის დასაწყისში იყო და ცოტა 1-2 თუ 3 და მე უკვე დამთავრდა. უფრო აქ შიგნით ხო? შიგნით დავდივით, მე კონცერტები იყო, გასტროლები და ჩვენ თეატრის მსახიობებიც ვიყავით და სხვა თეატრის მსახიობებიც, ისედაც სპექტაკლები გადიოდა, ქუთაისში ვიყავით მაგალითად, ერთ ღამის 2 საათი, მაშინ რესტორანი 90-იან წლები ეგეც, მე მგონი კონცერტი ჰქონდა და მივდივართ ეხლა ჯგუფი ვართ, რაღაც 6-7 კაცი ვართ იმ მარშრუტკაში და მივდივართ ქუთაისში. ღამიან მოგშივდა, ღამის 2 საათია, მაშინ რესტორანები არ იყო და ურეკავ ჩემს მეგობარს ნიკუშას, რომ სახლში რომ იქნება გშია კაცო. სადაც ის ეხლა ზესტაფონში გაივლიდა იქ რაღაც ყავას და ესე კი არ იყო. ხო გშია და რაღაცა გვაჭა ხო და არ იყო სახლში და აიღო მისმა მეუღლემ მაიამ და ვაიმე მოგიკვეთ ჩემი თავიო რა რაზეა ლაპარაკიო მოდით აბა რა სიტყვის ეხა იმერელი ქალი სახლში ხო და ნუ მაგრამ მივედით ვითავხედე რა მოკლედ და 1-5-6 კაცი ვართ და იმანაც ნიკუშა რო არ იყო სახლში მეგობარს ჩვენს მეორე მეგობარს თხოვა რომ გვერდზე ცხოვრობდა რა მარტო არ ყოფილიყო ეხა ამდენი ხალხში დათო ნაჭყიბიას ჩემი შვილის ნათლიას აცხონოს ღერთა აღარა ის გადმოვიდა რაღაცასთან და რუსიკო ბოლქვაძე მიზის გვერდი და მაიას იმ პერიოდისთვის სახში ღამის 2 საათზე ხარ რა უნდა რო არ ელოდება არა რა უნდა დაგახონდა ეთყობა ძალიან ბევრი სასკები ქონდა სახში რა და ზეხვი და რაღაცა იქ და ხაჭაპურთან ერთად შემოიტანა აი ეს ოხში ძალიან ხშია და შემოიტანა ოხშივარით ეს არა სოსისები ერთი ზომა ყველა ხო სოსისი რაღაცა და დათოს გადააწოდა რომ მასპინძდიო ხას და დათომ აიღო და ჩამოატარო ხო არა უზის ხზის ეს და აბა გადაიღო და რუსიკო უზის გვერდით ბოლქვაძე ხო და გადაიღეთო ხალოდა რუსიკო და რუსიკომ ჩანგალი აიღო და ეს ეს არჩევს ხო და ამას დაეწო ფრთა გადაიღე და ხაო დაეწო აკაცი ზარ მაგარი ერთად ერთი ზომისა ყველა სოსისი ზედმეტი კი არ არის რომელიც ხო არა კაცო ერთნაირად იჭრება ხო არა ესე იყო ეს ამბები მაგრამ მე მაინტერესებს ნახევრად ხართ იმერელი და ნახევრად გურული ხო ნახევრად ხო დედისყრიდან ხო დედის ხა თლად ნახევარზე როგორ არის არ ვიცი ხო აი ესე ამბობი ხო და კი გურული დედისყრიდან გურული და გურიაში გურიაში საოცარი კი როგორ არა ერთხელ ვიყავი რაღაც საარჩევნო იმაზე ვიყავით ჩასულები და სოფლის ხალხი დგას ძალიან კაი ხალხი გურული რა რაღაცებს უყვები რაღაცებს საუბრობთ რაღაცა და კაცო ერთი ძაღლი დადის ესე მოვაახლოს მე წავა მოხეთ დაღლილი ძაღლები რო არის დაღლილი ძაღლი აი დაღლილი აი ყველაფერი რო ნანახია შვიდათ რო დადის ხო მოვა დამსუნავს მე ლაპარაკობ ამ დროს რაღაც საქმეზე ამათ და ეს ძალიან ყურადღებით მისმემა ცალი თვალი იქით ამაკრო ეხა არ მეძგეროს ეს ძაღლი უძებ არ მეგერო ერთი გურული მიყურე არ გიგბეს მაი ვიძია მაი თქვენ გაძლებთ ხო მომხრე ძაღლი მომხრე იყო ესე იგი გია ძალიან დიდი მადლობა მინდა გამთავრდა უკვე მოის კიდე მქონდა რაღაცე მოსაყვანი არა მოდი კაცო ახლა არა გადავაბათ ვიხუმრე გადავაბათ გია მადლობა თქვენ მადლობა გადაგიხადო მომზადებისთვის წარმატებები გისურვოთ ყველაფერში ქვეყანასაც წარმატებები უსურვოთ იმიტომ ხო გითხარ ქვეყანას თავარია რომ ქვეყანას კონდეს წარმატებები და მე ყველას წარმატებები ხო გითხარ დაწყნარებული ქვეყანის მაგშინ მინდოდა მომეწვიე მეთქი მაგრამ აი ვერანაირად ვერ მოხმარა რა ვქნათ მოვახერხეთ ვეცადოთ რომ დავაწყნაროთ და მე კიდე გესწრებით მე კიდე მომზადეთ ჩემთან დიდი მადლობა ბატონ გია როინიშვილი იყო ჩვენი განაცხადი